თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინა სასამართლოს ხდომა მიმდინარეობს. კეზერაშვილს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის არის ფულის გათეთრება. დღეს ცნობილი გახდა, რომ გოგიტა გაბაიძესთან ერთად მის ინტერესებს ინგლისელი ადვოკატებიც დაიცავენ. თამარ გოგესაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. თამარ, რატომ გახდა საჭირო ინგლისელი ადვოკატების ჩართვა ამ პროცესში, თუ არის შენთვის ცნობილი? უკვე 1 საათია, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კეზერაშვილის წინა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამაზე დღეს დაცვისა და ბრალდების მხარეების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ. საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ეთილის სპირტის შემოტანას. გამოძიებით დადგინდა, რომ შპს განთიაცა და ნაფარეულ საქართველოს ტერიტორიაზე შემოხონდა დიდი ოდენობით ეთილის სპირტი უკანონოდ და ამაში მათ ხელს უწყობდა დავით კეზერაშვილი. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ამ საქმიდან ქთამის სახით 12 მილიონი ლარი აიღო და შესაბამისად მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს ბიუჯეტი. დღევანდელ ხდომაზე გოგიტა გაბაიძესთან ერთად გამოცხადდა დავით კეზერაშვილის საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი მაიკლ დრუსის განცხადებით. ის ჩაერთვება ამ საქმეში და შეეცდება, რომ დაამტკიცოს დავით კეზერაშვილის უდანაშაულობა, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დავით კეზერაშვილს მე შეგახსენებთ, რომ წარდგენილი აქვს ბრალი 4 მუხლით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. დიდი მადლობა, თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.